ესე იგი, მოგვიმზადეს, ეგეთი საჭმელი. გვიმზადებენ, უბრალოდ აი აქ მაგიდასთან მოდის ინტაინ და აგვიკეთებს. დღეა შენარჩევ საჭმელს და გემრიელ ვერაფერი ვერ ჭამეს დღეს. აი, დასწრაფად. შემდეგ მიავარჩევ. საშინელია. მიდი, დავაი. დალევა იცით ნიგერიელებმა? ვინ არის პროტესტანტების ღმერთი? ნელსონ მანდელა ყავს პროტესტანტების ღმერთი? ნელსონ მანდელა? პროტესტანტების ღმერთია? მარტინ ლუთერ კინგი. ლუთერ კინგმა დააფუძნა, ღმერთი ვინ ყავს? გაუმარჯოს თქვენ ღმერთს, უსაქმურებითაა. პირველი რეკომენდაცია სლებეჯისგან კონკურენტ ორგანიზაციებს. აი ეს არის კორეული კაზინო, ითამაშეთ რამდენიც გინდათ, აქ დედა ნამდვილად ვერ მოგეთხოვა. მე და ლაშა ვართ კორეაში. ლაშა აბა, გამარჯობა უთხარი. გამარჯობა, სამწუთში უნდა ვიყოთ დაბლა. ჩვენ შემოვედით აქ სტეკის სემინარზე, ეგრე ვთქვათ? ექსპოზე, არ ვიცი რა ნიშნავს, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო რაღაცები, რომელიც ხდება ჩვენს მიმართულებით, ფირის გადაკვრაში, განსაკუთრებით თან გამოცდილების გაზიარების საშუალებაც გვექნება სხვა პროფესიონალებთან, კი, და აგვეს აგერ აეროპორტში ძალიან მაგარი სასტუმრო, უნდა ჩავიდეთ ახლა დაბლა, უნდა მოგვაკითხოს ავტობუსმა და წავიყვანოს სხვა სასტუმროში, ხო? 2 დღე ვიქნებით სტეკის კარხანაში და განახებთ როგორია საერთოდ სტეკის ბრენდი. Let's go. აგერ შემოვიდეს, ხოდაშორის ესეთ კაი სასტუმროში გაგვაჩერეს. რა ერქვა? Premier Best Western. და აგერამდენი ხალხია. უკვე მოგვაკითხა 2 ავტობუსმა და მე-3 უნდა მოვიდეს. ჩვენი ადგილები არის მაინც და მაინც მე-3 ავტობუსში. ბედი არ გინდა? აგერ უკვე ვართ ავტობუსში. ეს ხალხი ჩამოვიდა ეხლა ხანს. მე და ლაშა კიდე აქ უკვე დიდი ხანია ვიმყოფები, რა ლაშა. გამზამირდა და რაღაც ხრიკები. კარგად ვიცით. აქ არის see you, nice to see you მაღაზია. მაგ მაღაზიაში შეგიძლია შენთვის მოაწყო ნებისმიერი კარგი გემრიელი კოქტეილი და იარო შენიორად, ამიტომაც 2 ყავა გავიკეთებ. მარტო ჩვენ გვაყავა მთელ ამ 3 ავტობუსში. კორეა მაგარია. ჩამოვედით ინდუსტრიულ ქალაქში. ძალიან მაგარი ქალაქია და კარხნებია ძალიან ბევრი და აგერ ჩვენი სტეკიც. ეგ არა. აი ეგ ძალიან მაგარი წარწერა აქვს სტეკის და მგონი 3 შენობა აქვს. ნახოთ აბა რა ხდება შიგნით. Fine, thank you. Everything's good. Did you come alone? No, I'm with. ესე იგი გამოფენაზე მოვედით. იმდენი საინტერესო პროდუქტი ვნახე აქ. რავი, დიტეილერის 64-ია. განსაკუთრებით იმისთვის, ვინც ფირებს აკრავს და მაგ სფეროში იღვაწის. აგერ სტეკის რამდენიმე სახეობა ფირების აქ არის წარმოდგენილი. რა ლამაზი ფერია. რაკელები გავაძრე. სტეკის რაკელი ჩაეჯიბება დღეს. ახლა მოდით ერთად შემოვიაროთ ტიპებს და ვკითხოთ საიდან არიან და რა საქმე არობენ თავის ქვეყანაში. Hello. Can I ask where are you from? Venezuela. From Venezuela. We are from Venezuela, but I'm living in Miami the last 30 years. So we are from Georgia. Oh, Georgia? You know Georgia? In close to Russia? Yes, yeah, exactly. Very well. So yes, we work with steak in Georgia and we distribute steak in Georgia. Okay. So you work with steak too, yes? On the private label program, yes. And let me tell you, it's one of the best brands. Wow. Okay, so this is video for Georgia. Let's say hello, Georgia. Hey, Georgia. Hey, hello, Georgia. Thank you so much. Hello from Venezuela. Thank you very much. Samo კიდე ვიპოვოთ ვინმე.
Venezuela გავაძეთ. Hey, where are you from? Australia. Australia. Yes. So this is our friend from Australia. You work with steak? You work with steak? No, I work myself in Australia for a company called My Rap Game. Wow, so you rap? Yeah, I rap. Wow, that's cool. So I'm making this video for Georgia. You know Sure. Georgia? Yes, I do know. Wow, that's cool. So we work with steak, we distribute steak in Georgia. Yes. Let's say hi to Georgia. Hey, Georgia. Thank you very much. What's your name? John. John, nice to meet you, Emmanuel. You too, thank you. Australia გავაძეთ, Venezuela გავაძეთ. აუ, გამიკეთე რა. აგერ ჩემი მონა ლაშა. აგერ კაია რა რო ყავს. Venezuela გავაძეთ. ხო. Australia გავაძეთ, ეხა კიდე შემოვივლი. უფრო შორი ვინმე ნახე, რომ იქნებ კონტაქტი დაამყარო და მე ბილეთის ფული მე მომთხოვ გამიშვი. აუ, ნიგერია უნდა დავამყარო მე, короче, მე ვფიქრობ. ერთი ზანგი ვერ ვნახე. რა თემა? შავკანიანი, რანაირად ლაპარაკ. ბოდიში, ერთი შავკანიანი. აბა რა ფერი ხარ შენ? ერთი შავკანიანი ვერ ვნახე. ბიჭო, რა, აღარ ვიცი მე რა ვარ, წავიდე რა. ესე იგი აქ რა ხდება შეხედეთ მე ვიცი. Forshield-ი მალე გამოუშვებს. შეიძლება ეხა გამოუშვან, იმიტომ რომ 6 თვის წინ თქვენს რომ მალე გამოუშვებთო. აქ ნახეთ, ეს არის ფერადი PPF-ი, რომელიც გადაკვეთა შესაძლებელი იქნება მშრალად, ხო, PPF-ი მშრალად ცოტა უცნაურია, მაგრამ იქნება შესაძლებელი რომ მშრალად გადაიკრას და რაც თავარი არის, მისი ფასი იქნება ხელმისაწვდომი. რაც იყო ყველაზე ცუდი აქამდე რომ PPF იყო ძალიან ძვირი, ხოლო ფერადი PPF-ი ძვირზე უფრო ძვირი. ხო და მალე უკვე ვინილის ფასათაც შესაძლებელი იქნება Forshield-ის სერიაში ვიხილოთ PPF-ები. და იმედია გვეტყვია რომ უკვე დაიწყეს წარმოება, იმიტომ რომ აქამდე ინსაიდერული ინფორმაციები ჰქონდა რომ რაღაცებს აკეთებდნენ და დაახლოებით რამდენი დეკემბერში ვიყავით დუბაიში, იქ გვაჩვენეს, რაღაცები მოვიწონეთ, რაღაცები დავიწურეთ, გამოასწორეს და მე მგონი ახლა იტყვიან რომ დავიწყებთ უკვე ამის წარმოებას და ვნახოთ. დანარჩენი ეხა ნუ რაკელები, რეზაკები და გაყვითელი ფარები რაღაცები ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, წესით რომ სტექს აქამდეც ჰქონდა. მაგრამ მაინც რომ დავათვალოთ და გავყვეთ, ეს არის Forshield-ის ამბერი. აი ეს ყვითელი, რომელიც ფარსაზე ვიზუალ და Porsche-ზე იქნება იდეალური. აი იქ არის უკვე სრული პალიტრა, რა ფირებზეც მე გესაუბრეთ. ფერადი PPF-ები, ნუ აქ ხა თქვენ ხედავთ რომ გარდამავალი ფერები არის, shift color-ი ამას ვქერავ და სხვადასხვა ფერები ამ დეზე სხვადასხვა მხრიდან. აქ უკვე იქნება დაკერამიკებული მხარე PPF-ის, თავის top coat-ი და შესაძლებელია კერამიკის გამოყენება უკვე PPF-ის გარეშე აქ სტექს თავის ნანო კერამიკა. ესენი რა არის? ნახეთ როგორი იდეალურია მოკლედ Forshield-ის Black სერია. ძალიან მპრიალა, თითქოს მანქანის ლაკიაო. ჩანოა. კარგია. ნუ აქ თლიანად Forshield-ია წარმოდგენილი. აქ რა ხდება არ ვიცი. კომპლექტაში ვჭირდება, მაგრამ ალბათ პრეზენტაციისთვის. აი რა პატივით ხდებიან ჩვენ აქ. საკმაოდ კმაყოფილი ვარ სტეკით სხვათა შორის მინდა ვთქვა. აკმაყოფილო შენი სტანდარტები? კი. შენ ქარხანა უნდა ნახო. აუჩი, ისე ხო. ქარხანასაც აუცილებლად განახე. წამოგინა ამერიკელს მივადგეთ? ამერიკას მივადგეთ? მილიარდელია. მილიარდელი ამერიკელი? წამოვიდა. მივადგეთ და მე ხوارები ზიათქო თუ რა უთხრა. კაი, მე მივადგე. აი, ხო ეთქვა რომელიც არის ამერიკელი. კი, ეგრევე ეთქვა და ეს აბა თქვენი აზრით მილიარდერი აქ ვინ არის და ამერიკელი აქ ვინ არის? თეთრი საროჩკა მეცხოვაც ის. რამდენიმე ნულია სხვაობა. Hey. Hello, Georgia. Hello, Georgia. How do you say hello in Georgian? Gamarjoba. Gamarjoba. Where are you from? Brazil. Brazil. You speak Portuguese? Portuguese. Wow, that's cool. Spanish. And, Oh, Spanish also. Yeah. So you work with steak? And I'm planning to build Stack Brazil. Let's make that happen. You build steak what? Brazil. Oh. We don't have You see, maybe at the next one. we have steak Georgia, but steak Brazil doesn't exist yet, bro. Maybe you're talking with a new Maybe. CEO. Why not? Thanks. By the grace of God. Emmanuel.
Who are you? Hey, what's up? Who are you? Tell us. Me, I'm Max. Talk with Georgia. I'm Stack. You are Stack. Stack HQ. Steak what? HQ. HQ. Yeah, headquarters. It means This is where everything happens. everything happens. Okay, that's mysteriously. ძალიან მაგარი დღე გქონდა, ძალიან ბევრი სემინარი რაღაცა, ექსპო ჩატარდა, ექსპო, ანუ გამოფენა იმის შესახებ, თუ საერთოდ სტეკია. დღესდღეობით რას წარმოადგენს, რას აპირებს და რა მიმართულებითაც მიდის. მე ვივარჯიშებ და ვეცდები მოკლე სიტყვით გადმოგცეთ თუ რა გავიერეთ ჩვენ აქ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით Force Shield-ის კუთხეში. დღეს ექსპოზე რაც ხდებოდა და რაც მოგვიყვეს, ვეცდები რომ მოკლედ შემოვიპარგლო და მოგიყვეთ. ესე იგი ჩვენ ხო გვაქვს Force Shield-ის სერია. აგერ გვაქვს წარმოდგენილი Force Shield-ის style პირები, ეგ გაზრდას საშუალებას რომ მანქანაზე გადააკრა პირი, ფერადი და გამოიყურებოდეს მაგრად. კიდე რა გვაქვს საინტერესო Force Shield-ის სექციაში. ხედავთ აი ამ პირს. მაგარია. სხვათა შორის, რომელ მანქანას აკრავენ ხოლმე ამას ძირითადად, რომელ ფარებს უხდება ყველაზე მეტი? Porsche 911. მაგას უხდება ყველაზე მეტად აი ესეთი ფირი რო დააკრა ყვითელი. ყვითელი და ამბერი, მგონი რაღაცა ამბერი იყო ყვითელზე, არ მახსოვს რა. ხო მე რომელი ამბერი უმბერი ხიწერება, ამბერი უწერება. ესეც საჩუქა არის ჩემთვის, რომელიც ჯერ არ იციან რომ აჩუქეს. აქ იყო საინტერესო რაღაცას გოჩენებდნენ, ხო? ხო არ ჩავრთო? არ ჩავრთა. აი და იქიდე ისე მოყევ. აკვაჩო. აჰა. Air Force-ის ზონა არის, ვახწერე Air Force-ი არის ფერადი PPF-ები. გამახსენდა, Air Force-ი არის. Air Force-ი არის ზუსტადაც ის ფირი, დამცავი ფირი, მაგრამ გაზოს საშუალებას რომ შრალზე გადააკრა ეგ ფირი. ანუ Air Force-ი არხები აქვს ამ ფირს, რომ გაატაროს ჰაერი და თან PPF-ი, ანუ აგრეთვე შეგიძლია წყალზეც დააკრა. არის შანსი რომ ვინილის ფასად ხდეს ამ ყველაფრის მანქანაზე გადაკრა. არის შანსი ვინილის ფასად იყიდო ეს ყველაფერი და გადააკრა კიდევაც. აი ეს არის Air Force-ის პალიტრა, რომელიც ბევრად უფრო მეტია, მაგრამ ნუ ხა რაც აქ არის წარმოდგენილი გამოფენაც ჩვენ იმას გაჩვენებთ. აი ესენი შეხედეთ. აი ეს ფირებია Air Force-ის მოკლედ. თქვენ დარჩა, აი Air Force-ი მაგალითად შესაძლოა რომ შენ თქვი აბა რა მანქანაზე განვიხილავთ რა დავაკეთოთ. ეს ფირი შეიძლება გადავაგათ ჩვენს ლიმუზინზე. და მე ვფიქრობ ძალიან დააკვდება ზედა. როგორ იქნება? ნახეთ ესეთი ლიმუზინი თავიდან ბოლომდე. ნახეთ როგორი პრეალა. მე რომ მკითხოთ როგორ იქნება იცი? ბორდელის მე პატრონისნაირი იქნება. გეგონე. Let's go. წამოს შემდეგ კუთხეში. ესე იგი. სტეკმა გადაწყვიტა გაიტანოს დაბრუნვის ბრენდი. შექმნა 4 სახეობა. სახეობა გვაქვს პირველი. Lunari Action Plus. სახეობა მეორე. Lunari Smart Plus. ხომ არ გახსენდებათ ჩვენი Smart სერიები? ზუსტად ეს არის. აგრეთვე გვაქვს Lunari Next Plus. ეს არის ყველაზე ბოლო და ყველაზე უმაღლესი ხარისხის ასკის ამ Lunars გააჩნია და Lunari Time. ეს არის იმათვის, ვისაც უცბად სჭირდება გადაკრა და იგივე შედეგის მიღება უბრალოდ გამყიდველი ტიპებისთვის, ვინც მანქანებით ვაჭრობს. გვესაუბრე ყველაზე დაბალფასიანი ფირია რომელია და რა შემადგენლობის არის? რას აკეთებს და გამოყევი მე ნენელა. მახსოვს, მოელი მახსოვს. ესე იგი, ეს არის პრემიუმ, ყველაზე დაბალხარისხიანი, დაბალპასიანი, მაგრამ ხარისხი რა თქმა უნდა კარგი აქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე დაბალხარისხიანი. შედგება ნანოკარბონისგან. აგერ გვაქვს საშუალო პასის, კარგი ხარისხის, advanced, ხო, smart plus-ი. Advanced nano ceramic window film, ანუ კერამიკის ბაზაზე გაკეთებული დაბურვა. აგერ კიდე გვაქვს premium graphene. ეხლავე ვიტყვი, Lunari Next Plus-ი, რომელიც დამზადებულია გრაფინის ბაზაზე. და როგორი დაბურვებით გამოდის ეგეთი? როგორი დაბურვებით გამოდის? აგერ 05 05 მე რა ვიცი. 05
რომ 95% არის დაბურვა. ვაა, მართლა? ეხლა მიხდი. ანუ 95% არის დაბურვა, ა გვაქვს 85%-იანი დაბურვა, ა გვაქვს 80%-იანი დაბურვა, აგერ 77%, 65% და 30%-იანი დაბურვაც გვაქვს აქ. 100 რო გამოვაყოთ 45, 55. მაგარია. შუშებზე რა ნექსის რომელი სერია გამოგვაგებია? წინა შუშებზე? ხო, კანონიკურად დავარკვევ. 70? 30%-იანი დაბურვა იქნება. შემდეგი? რას ქვია? წინა შუშებზე ეგ არის? წინა შუშებზე არის 40. უკვე დაამატეს, ესე იგი 45 გვინდა. ხო, გასაგებია. საკარაზე? არც ერთი. არც ერთი. ხო, აგერ გვაქვს Lunar Time, როგორც გითხარით, მოვაჭრე კომანდისთვის არის, ვინც მანქანებს ყიდის, მანქანებით ვაჭრობს და სჭირდება უბრალოდ სწრაფად შედეგის მიღება და კარგი შედეგის მიღება. ესეც არის, რა თქმა უნდა, ნახეთ, TPU გრაფერინის ბაზაზე დამზადებული, იგივე თვისებები აქვს, რაც Next Plus და ამ შემთხვევაში უკვე 85%-იანი გამჭვირვალობითაც ხდება, 15%-იანი დაბურვა. ამ პირს თუ თქვენ გადააკრავთ საქარე მინაზე ისე რომ პოლიციელმა ვერ შეამოწმოს რომ გადაკრული, ანუ კუთხე ვერ იპოვოს, ვერც ვერადოს ვერ დაგაჯერებთ, რადგანაც კანონის თანახმად ქართული დაბურვა შესაძლებელია იყოს 30% ან ნაკლები. ამიტომ შეგიძლია გააგზავნო ეგ ვიდეო ყველა პოლიციელთან, რომ იყოს მზად ამისთვის. არავის არ არის. ამ ოთახში გვაქვს გადაკრული სიტყვაზე აი ამ ავტომობილზე Genesis-ი. მორჩა მე თერაპია არ ვიცი Genesis. კაპოტზე კი არა სუნკლიანად ეს ზედა მხარეს რაც არის, გადაკრული არის Dino Shield-ის ხრომი. ლურჯი ხრომი, რაც კი საუკეთესოა. წერტილები რატო აქვს? ეგ წერტილები არის სენსორისთვის, იმისთვის რომ ჩვენ ეხლა წაიღეს სენსორი. სენსორით შეგვიძლიათ ავიღოთ მანქანის ნაწილი, გადავიტანოთ კომპიუტერში და შემდგომ მაგის და მიხედვით მოვამზადოთ პირი გადასაქმედად. აი ნახეთ რაზე არის საუბარი, აქ შეხედეთ. ეს არის უნიკალური პირი, რომელსაც აქვს მწვანე დამცავი ფენა და შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად გაარჩიოთ, რომელი პირი არის, რომელი ნაწილი მანქანის რომელი დეტალისთვის არის ამოსული. აი შეხედეთ. ეს მაგალითად არის კაპოტი. ეს არის ერთი კარები, მეორე კარები, სახურავი და რომ არ იყოს ეს დაუშვათ მწვანე და იყოს თეთრი, ძალიან ძნელი საპოვნელია და ვიტანჯებით. ეს მხოლოდ Dino Shield-ში ხდება, ხოლო Dino Shield-ის გარდა ჩვენ გვაქვს Force Shield-ი, ცექლიარი და იქ თეთრებია. ნახეთ, ეხლა რა კარგად არის ამოსული აქ სტეკი. ხო და იქ რახან თეთრები არის. ძალიან რთული საპოვნელია დეტალები, მით უმეტეს პატარა დეტალები და აი ესეთი დეტალი ხარ როგორც აქ არის. აი ეს. ამიტომაც Force Shield-ი არის ძალიან ექსტრა კლასის luxury ფირი, რომელიც აი ესეთი ავტომობილები. Dino Shield-ი უпростоეთ. ესეთი ავტომობილისთვის არის მისწრება. თქვენ მოგიხსენებათ, რომ Genesis-ი არის Hyundai-ის top ბრენდი, რომელიც ცალკეა გატანილი და Genesis-ის SGP უკვე top კლასი არის, ამიტომაც მას რა თქმა უნდა შეურჩიეს Dino Shield-ი. ანუ ქრომირებული ფირი მთლიანად წელს ზემოთ, გვერდებზე უკვე white-ია გადაკრული და შესაბამისად აი აქედან არის ამოსწრილი ეს ყველაფერი. კაცო, მინდა ვაჩვენო ადამიანებს რა მაგარი Dino. ჩართულია? აი შეხედეთ კერამიკის ეფექტი. მათ შორის სტეკიც არის წარმოებელი ნანოკერამიკის და აი შეხედეთ მარცხენა მხარე არის დაუკერამიკებელი და როგორი მოდგამნილი მიდგამნილია, ხოლო მარჯვენა მხარე აი ესე არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს, აი ესე ხედავთ როგორი ჰიდროფობულია და საერთოდ დაუსველებლად მოდის ეს წვეთები და სველი საერთოდ არ ხდება წვეთების გადანების გამო. ესე იგი Dino Shield-ის წარმოუდგენელი ფერები უნდა განახოთ და ხარისი, ანუ არ არსებობს ერთი ბრენდიც, რომელსაც ეკნება მსგავსი ფერები და მსგავსი ხარისხი ფერად დამცავ ფირებში. ხო ეგრეა? ეგრეა, ხო? მე სიტყვაზე რომ მელსავერჩევთ. ძალიან მაინტერესებს ხოთაშორის როგორ იქნება ავტომობილზე მთლიანად შავი ფრიალად დამცავი ფირი, როგორ გამოიყურება. ჩემი ფავორიტი არის Miami Blue. Miami Blue ეგ იქნება უოჭველი. ეს არის Miami. ოდესმე ჩემ რომელიმე სუპერკარს უნდა გადავაკრა ეს Miami Blue. აქედან ფერადი გადაგვიქრია შავი ფრიალას გარდა რამე? კამო გვაქვს გადაკრული Hammer-ზე. კამო რომელია? არის აქ კამო? აქეთ ხო არ არის? არა. კამო არ არის. Shift Green-ი გვაქვს გადაკრული. Shift Green-ი მთლიანად? კი, მთლიანად. სააღო.
ამო გვაქვს გრეი გვაქვს გადაკრული, აი ესა. ნარდო გრეი? და კაპოძი გვაქვს გადაკრული რამდენიმე, ეს არის GTR-ზე. რა ქვია, დამაგვიწყდა. ეს არის forget carbon-ი გვაქვს გადაკრული ბევრგან. ეს მეორე forget carbon-ის ბევრჯერ გვაქვს გადაკრული, მესამე შავიც გვაქვს გადაკრული და ეს არის დამასკუს ბლექიც გვაქვს გადაკრული. სტანდარტული კარბონებიც გვაქვს გადაკრული, რა თქმა უნდა. წავა მეორე. აი კამოსადარი რო იზახია. აი ახალი კამო. წავა მეორე სარტულზე ავიდოთ. კამო გვაქვს გადაკრული კიდე ამერზე. მეორე. ხო გახსოვს რა უნდა ვაჩვენო? რა? ინოვაცია. ეს გამძლეობა კერამიკის ეთყობა მაღაზია საუბარი რომ წრაჰეიჩი ექნება მაგას გამძლეობა, არა? ფოტოშოპში 0.13 აქვს 10H-ი ნასიონალს. 10H ხო? არა მარტო ზერს, NL-საც ხო? NL-საც ხო. წავა მეორე სარტულზე. მოდი მეორე დღეს გადავდოთ ამაში. კაი, ხვალე გაჩვენოთ მეორე სარტულზე რა ხდებოდა. აი ეს დასრულდება ჩვენი დღე. შეიძლება კიდე სასტუმრო განახოთ, როგორ გამოიყურება, რომელსაც ჩვენ დავბრუნდებით. ესე იგი, აქ მესამე სარტულზე სახურავზე მოგვიწყეს ბარბეკიუ. აგრესი ვარ სასტავი, აქ ჭამას მამიდის. Hello. Say hi to Georgia. Georgia. 안녕. 안녕하세요. 멋지다. Say hello. For Georgia, yeah. That's Georgia. Yeah. Great to see you. Yeah. From Nigeria? Me, I'm half Georgian, half Nigeria. Oh, Nigeria. Yeah. I'm making this video for Georgia. Ah. How much is this? ხოდა ძალიან მაგარი საღამო გავატარეთ. აქ ეხა რა არის? ამათ მაიციან დალევა თუ იციან, короче. არ ჩერდებიან. აგერ სოჯუს ყლუპავენ კორეულს. Bro, soju. Soju, right? Let's go. Soju, right? Okay. ესე იგი ჩვენი ექსპოზე ყოფნის უკვე მეორე დღეა. და ეგრე ლამაზად იწყება ჩვენი დღეები. სტეკით. ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება სტეკის საწყობი. აგერ გადათენილია ფირებით. რა ფერიც გინდა, როგორი ფერიც გინდა, გამჭრვალე გინდა, დამცავი გინდა, დაბრვა გინდა. ფირების სამყარო. ვიღაცის 64 არის აქ. ვიღაცის რა, ვისაც მანქანის მოვლა უყვარს და ამავე დროულად არა ერთი მანქანა აქვს. და მათ შორის არა ვარ მე. You want to install? Yeah. You want? I want what? Can you install? Install? Can you? Window film. Window film? No. If you want, you can try. I would like to try. Yeah, sure. Thank you. აბასტადო დაბროა. ეს ახალი ჩელენჯია ჩემთვის. ესე იგი, აქ მიდის ახლა პრაქტიკა დაბროვის. მე ვუთხარი მათ, რომ მე ყველაზე მაგარი დამბორავი ვარ საქართველოში და ერთი მანქანა მიმიშონ გავაკეთო. და უკვე მიმიყვანეს მაგიდასთან ინსტრუმენტებიც ხელში მომწეს. მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეხლა რომ დავიწყო და ვიღაც რო შემომხედავს, შეიძლება შემომარტყას რაღაცა. ამიტომაც ვუთხარი, რომ ნული ვარ მაგ სფეროში, მაგრამ აღარ გამაგზელებინის არაფერს ქეთება. მაგრამ შეგვიძლია ვუყუროთ, იქნებ ფეხა დავამოღამო, იქნებ თვალით და აუყვე. ყველას ხო გონია ეგეთი ადვილი ყველაფერი, მოიქნებ მეც გამომივიდეს. ელიაوس დონეზე მაინც. ესე იგი, ჩვენი პრაქტიკები აქ იწყება. ანუ შეჯიბრისავით არის, ვინ უფრო უკეთესად დაბრუნავს ახლა მანქანას. Have explanation and narration, what's going on, what's happening, how it's behaving, and to other cars you can approach them and just observe and try yourself if you would like. After we will remove nets and apply lunar. ესე იგი, აქ კაზახეთიდან არიან, ამერიკიდან არიან, მაგარი გადამკრელები რა. ან ვინც ბრავს. So, let's try. უნდა გადავუღო, короче, ეხა ამათ რო უყურებ, ხელობა უნდა მოუპარო. Okay, so the installers that we assigned for this experience, please go to the cars now. George. ესე იგი, აგერ ძმა აცხელებს.
ფორმას აძლევს. 이따가는 안에다 붙이겠죠? ესე იგი რამდენი ნაბურავია აქ ვინც ბურავს მაგანას. ამან უკვე მორჩა ფორმა მისცა და ახლა შიგნიდან ნაბურავს უცბად. აი ეს ახლა იწყებს. ესე იგი ზედა ზოლი დასვა და ახლა სხვა ადგილებს ასწორებს და ფორმას აძლევს. მაგრამ ფენის გარეშე. აი ახლა ფენით გააგრძელებს. აი აქეთ რაც არ ჯდება. ნეტა ძალიან არ ცხელდება ახლა ეგ პირი. ეგრე ახლოს რა უშვებს. ნახე რა უცბად მისცა ფორმა. უნდა გამეიყვანო. ნახე რა უვერინათ აკრავენ. მიმიშვიტო ეხა განახეთ როგორ უნდა. შენ გაარიცხა მანქანა. მიძმაო დაბურვაც ეგეთი უნდა ხო უკვე აწევებს გარედან რო უსმევდა რაღაცეებს ის ფორმას აძლევდა ფირს იმისთვის რომ ფირი კარგად დაჟდეს შუშაზე ახლა კიდე ფირს აკრავს შიგნიდან ეხა ამ ტესლაძე ჩვენ თვალყურს ვადევნებთ Next series დაბურვის ფირებს. ეს არის Graphene Cooling Technology და ბევრად უფრო იცავს ავტომობილის ინტერიერს გადახურებისგან, ინფრარედისგან, ულტრავიოლეტისგან და კიდევ ბევრი რაღაცისგან Smart Series-თან შედარებით გაუმჯობესებული ტექნოლოგია. Stekis Smart Series ისიც რომ იწარმოება ნანოკერამიკული ფირით, ხოლო ეს არის Graphene Cooling-ი. რას ნიშნავს ეს? გრაფინის გაგრილების მეთოდით მიღებული ტექნოლოგია არის. აი ხა 0.5-იანი, ანუ ყველაზე დაბურული ფირი, რომელსაც 95% დაბურვა აქვს და 5% გამჭრალობა, მზადდება საქარე მინაზე გადასაკრავად. და მას ჭირდება ტექნიკური ფენი, მოდის კარგად აჩვენე ტექნიკური ფენი, რათა აიღოს ფორმა, მოერგოს აი ოვალისებულ კვერცხის ფორმის საქარე მინას თქვენ ხედავთ. ეს არის Next series. ხოლო ზუსტად იგივე ტექნოლოგიაზე დამზადებული ახალი სერია აქვს Stex, რომელსაც ქვია ამავისτα რა ქვია უნდა ჩავხედო ეხა Time ქვია, აი ეს. იგივე ტექნოლოგია ზუსტად რაც Next series, ოღონდ აჭირდება ტექნიკური ფენი. და კიდევ უფრო ძვირი ეგნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრად გამარტივებული იქნება მისი გადახურვა. თქვენ ეხა თვალს ადევნებთ სოფლიოში პირველი მიკროარხების მქონე PPF-ის გადაკრის პროცესს, რომელიც არის ფერადი. შეხედეთ ეს შავი ფირი, რომელიც გადაეკრა მშრალად და გავს ვინილს, იმიტომ რომ გადაკრის მეთოდი არის მშრალი. დღეს სინამდვილეში არის PPF-ი, დამცავი თვითაღდგენადი ფირი, ფერის მქონე, ანუ შავი პრიალა, რომელიც რაც ძალიან გასაკვირია მშრალად გადაეკრება. რა თქმა უნდა ეს ჩვენ კატალოგში იქნება და ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ ამ ფირების გამოყენებას გარაში და კიდევ უფრო მთავარი რაც არის საფასო კატეგორია არის საშუალო PPF-სა და ვინილს შორის. მისი ახსნაც მინდოდა მოკლედ არის ის რომ იქნება თითქმის ვინილის ფასად PPF-ის ხარისხის PPF-ი ფერის შემცველი, რომელიც გადაეკრება მშრალად და იქნება მიკროარხები. მიკროარხები ჩვენს მომხმარებელს არ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა რა არის, მაგრამ ჩვენი შოპის მომხმარებლებს, ვინც ფირებს ყიდულობს ჩვენგან, ეცოდინებათ კიდევაც რომ მიკროარხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფირი გადაეკრას მშრალად. მშრალი გადაკრა კიდე ნიშნავს სიმარტივეს და სიჩქარეს. ეხლა ემანუელი აპირებს მონაწილეობა მიიღოს პირველი მიკროარხების მქონე PPF-ის გადაკრაში, რომელსაც ქვია Vampire Red Perry, მოკლედ და ძალიან ლამაზია და ნახოთ რას გადააკროს. აი ეს არის. ესეთი ლამაზია და უნდა გადააკრას ეხა ამ ტესლაზე. როგორც კი გადაკრას დაიწყებს, მომენტალურად გავაგრძელებთ. მაგრამ
აქ ძალიან ზედმეტი ფირი მაქვს, დავიკიდო? ზედმეტი ფირი მაქვს, დავიკიდო? You know how to rap? Oh? Yeah, oh.喂，我老過啊，唔關我事啊。Oh. ნერვიულობ. ხო. მაინც რა გადავაკრავდა, ხა? Like this? Okay. Rakele amawigო, რომელიც ჩავიჯიბე. That's It's okay like this? Huh? Yeah. No, more? No. No, microphone. Microphone გიგეთი უკვე ილაპარაკე. გადაგვრის გარტყმაში არა ვარ, მაგრამ ამათ მაიქი არ იციან. ამიტომ მოდი, სერიოზული სახით, მე თვითონ რო გიყვებით, თან ვაკრავ. შეხედეთ. აქ ხედავთ, რომ არ არის კარგად. ცოტა წამოვწიოთ. ხედავთ, რომ ხალხი წამოვწია? ცოტა. და აქედან გამოვყვები. ნელ-ნელა. მაგრამ ვიღაცა ეხა მეგორებს და ხვდება, რომ მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ ყველა კი რო ხვდება მაგას. ზოგისთვის ძალიან მაგარი ზანგი ვარ ეხა. მოდიში. შავკანიანი. აი კინჩანა ამისი ძალიან მაგარი ტიპი ვარ ეხა. ნერვიულობ, მაცადე. მაგათ ნერვიულობ თან. პირველად ვაკრავ ფერაც დამცავ პირს, სიმართლე რა გითხრა. მაგრამ იქ ხელს ვეღარ შევყვებ, ხედავ? რა ქენი ბიჭო, გადააკარე? იდეალურად გადავაკარე. იდეალურად გადააკარე. I want like when I say steak, we say Georgia. Can we do it? Let's try it like on this camera. Steak, Georgia! Steak, Georgia! Steak, Georgia! Thank you very much. I'm trying my best. And my first time was horrible. It didn't work out. It was a lot of shock lines. And I went to our friends from Kazakhstan. I said, like, why is it like this? What should I do? Please, someone give me any advice. And I saw that they had the same trouble, the same problem. And we thought, let us try wax. We applied some wax, not on the edges, especially in the middle, for us when air will remain inside, for us to carry it up and carry the bubbles out. It worked. And the second try, it was great. What I love about steak, if you want a second chance, steak will give you a second chance. Thank you very much. ესეც ჩვენი ექსპო უახლოვდება დასრულებისკენ. უпростоრად დასრულდა. გავატარეთ ძალიან მაგარი დრო. გავაცნობიერეთ კიდევ ერთხელ თუ რას ნიშნავს სტეიკი. სტეიკი ნიშნავს, რომ სტეიკია ზუსტად ის ბრენდი, რომელიც ყველაფერში ახალია და ყველაფერში ინოვატორია. სტეიკმა პირველმა მოიგონა ქრომი დამცავი, რომელიც შეიძლება გადააკრა მანქანაზე. სტეიკია ზუსტად ის პირველი ბრენდი, რომელსაც შემოაქვს მშრალად გადასაკრავი ფერადი დამცავი ფირები. სხვათა შორის მე უკვე გამოვსინჯე და გადავაკარი. ხალხმა ეს არის საოცრად საინტერესო, თუმცა მაინც რაღაცა ელეთი უნდა იცოდეთ და დამოღამება უნდა იცოდეთ. მადლობა ესე იგი ჩვენს კომპანია Steaks. მოგითხრები Steak Georgia-სგან და აგრეთვე სლებეთიც არ დავივიწყოთ ხალხმა.
და ასეთ მაგარ გარემოში ჩვენ გავატარეთ რა. მოვეთ აგრეთვე აქვე განახებთ სტეკის ახალი რაღაცები, რასაც ცდილობენ რომ შემოიტანონ. აცი სტეკი არა მხოლოდ ფირისთვის არის ორიენტირებული, აგრეთვე აპირებს დიტეილინგ მიმართულებითაც განვითარებას. გვაქვს აქ უამრავი კერამიკა, რომელიც არის ფირის კერამიკა, სხვადასხვა მარტოვი ფირისთვის კერამიკა, იმისთვის რომ ფირმა სიპრიალ არ მიიღოს წასვლის მერე და უამრავი სხვადასხვა რაღაცები, რაც ეხება საავტომობილო სფეროს. აბა ხვალე განახებთ ჩვენ სტეკ კორეას და გვექნება კიდე ტური სეულში. ხვალამდე